მე ვარ მაია ლაბაძე, დედა აფხაზი, მამა ქართველი. დაბადებული ვარ ბათუმში, მაგრამ გაზრდილი ვარ აფხაზეთში. ეს ორი ხალხი ჩემთვის არის ერთი და არასდროს არ ვასხვავებდი როგორც სხვა და სხვა ხალხი. ცხოვრობდი გაგრაში, მუშაობდი სკოლაში, ასწავლედი ინგლისურ ენას და ზაფხულის პერიოდში, რადგანაც მქონდა დრო, ტურისტებთან მქონდა შეხვედრა, ანუ მუშაობდი, მყავდა ჩემი პატარა სააგენტო ტურისტული, ვღებულობდი სტუმრებს და მივდიოდით მარშრუტებზე. ძირითადი მარშრუტები აფხაზეთში იყო ახალი ათონი, პიცუნდა, რა თქმა უნდა ოზერა რიცა. ეს არის ულამაზესი ადგილები. ბუნება არის ზღაპრული. რა ვიცი, აი დღემდეც მინდა რომ მანდვიყო. ძალიან მიყვარს ეს ადგილი. გაგრა ძალიან გავს გონიოს და სოხუმი ბათუმს. აი სპარმები, ზღვა. აი თითქმის იგივე ტრადიცია. სტუმარმოყვარობა პირველ რიგში რა თქმა უნდა. ჩვენი კულტურა ცეკვაც, აი ეს ტემპერამენტი ცეკვაზე ძალიან ერთნაირია. 2008 წელს როცა ჩამოვედი, რომ გითხრა, ცოტა უცხო ვიყავი აქ, იმიტომ რომ არც მეგობრები, ვთქვათ რომ არც ნათესავები, ანუ მარტო ვარ და დავიწყე თავიდან ჩემი ცხოვრების შექმნა. დავიწყე გიდად მუშაობა სხვა კომპანიებში. რომ ესწავლო მარშრუტები. მე გადავწყვიტე ჩემი ფირმის გახსნა. ჩემი ფირმა არსებობს 2018 წლიდან. Apple Tour ქვია მაგას. და წარმატებულად მედის ეს საქმე დღემდე. ისევ ტურისტები, ისევ ჩვენი საქართველო, ჩვენი მარშრუტები, აი თქვენ ახლა როგორც ხედავთ ჩვენი აჭარა, ბათუმის ხედი, ეს არის ჩვენი ყველაზე ცნობადი მარშრუტი. არც აფხაზეთში არ ვიგრძენი ზიზღი, აი აქ როცა ჩამოვედი, არც აქ, იმიტომ რომ ხალხს აქვს სიყვარული ჩვენი საქართველოს მთლიანის მიმართ. ძალიან სამწუხარო რომ ეხლა თავისუფლად იქ ვერ გადავდივართ, მაგრამ სიყვარული დარჩა, რა თქმა უნდა. და აქაც როცა ჩამოვედი, როგორია იცით, აფხაზეთში როცა ვიყავი, იქ ვარ ქართველი და აქ როცა ჩამოვედი, აქ ვარ აფხაზი. როგორ თქვათ, დედით აფხაზი ვარ, მამით ქართველი. რატომ ჩამოვედი ბათუმში? აი, ძირითადი მიზეზი იყო ეს, რომ ჩემო შვილმა ესწავლოს კარგად ქართული ენა. ჩემი შვილი დაამთავრა საჯარო სკოლა, ძალიან წარმატებულად, მე აკადემია საზღვაო, ანუ ბავშვი ისე გამართულად ლაპარაკობს ქართულ, მე ამაყება ამით.